ბრძანეთ. როგორ არის? როგორ ჩაიარა ოპერაცია? ოპერაციამ კარგად ჩაიარა. პაციენტის მდგომარეობაც კარგი ახალის უკვე, მალე გაიგოძებს და შეძლებთ დაელაპარაკოთ. ოღონდ ერთი რამ უნდა იცოდეთ. რა, ხო ცოცხალია ექიმი. უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ოპერაციის მსვლელობისას აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ჩვენ თავიდან ვფიქრობდით. რა მოხდა? ნუ ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ეს მოკლედ გეტყვით, ჭიპი გაუუქმეთ. რაკეთით? ონფალექტომია გაუკეთეთ, მოგვიხდა ონფალექტომის გაკეთება, ანუ ჭიპი გაუუქმეთ, ჭიპი აღარა აქვს. ოდიში რა, ერთხელ კიდე გაიმეორეთ, რაკენით? გაუუქმეთ პაციენტს. ანუ უჭიპობიძია მყავს? დაგაცინებ რა? ვერ გაიგიენე რა თქვა ექიმა გეხოწერეთ კიდე გაუმეორეთ რა. თქვენ ძმას ჭიპი გაუუქმეთ. ექიმო, ეხა ეს ლაშა ხო არის ის? არა, რა თქმა უნდა, ჯერ არის ის და ალბათ თქვენ მოგიწევთ ამის თქმა. ოღონდ ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთან. იცით, მეც ძალიან მეცნება და რო გავიცინო ხო არ გეცი. ექიმო, ეს რა საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ელენე აქა ხარ? ილაშა აქა ვარ. რაო ექიმა, რა თქვა, როგორ ჩაიარა ოპერაციამ? ოპერაციამ ისე კარგად ჩაიარა. კეცაკა ხარ? რა გაცინებს? რა გვაცინებ ბიჭო, რა გვაცინებ და მოცა პატა ესე პირდაპირ ნუ მიახლი ელენე მიხრას. რას მომახე, ხდება ელენე? ლაშა დაწნარდი, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. უბრალოდ ოპერაციის მსვლელობის დროს ექიმები იძულებულები გახდნენ და ერთი ორგანო გაგიუქმეს. რა ორგანო გამიუქა? დაწნარდი ლაშა, დაწნარდი შენ არის, შენ რაც იფიქრე, ეგ ორგანო არა. შენ აიცი პატა მე რა ვიფიქრე? ეხა თუ ნორმალური ადამიანი ხარ, ეგ უნდა გეფიქრე. შენ აიფიქრე მე.